დედა რა ატალახებულია აქ აუროპა რა არის ეს? იქიდან შემოდი. ომარიკო მოიტანე კალათა დადგია გამაგიდაზე. გადააპარა ეგ კლეონკა. უსაფლავები ძამსტრისავს. მალე წავალ სახში. შეხებელი თვით რო წამოსუნდა ეს საფლავდა შეიძლება ესა. აბა საფლავისთვის ხარ გადავიღებავდით მეებს. ინგ ეს საფლავი იყო მანდ. არა არისო. ციური დეიდა ახლა ხანს გარდაიცვალა. რამდენი თვეა გასული რა? 2. ხო, გასვენებაში ვერ ჩამოვედი მაშინ. თეთ რამე ხوار თქვეს მაშინ ჩემზე. რას იწოდე მე ესეთი თქვი გახმავა ღანა მოიღეს. საბრძენ შეწავდა მეთქე მიგრაციაში. დედა, რამ გათქმევინა ეგ? სხვა ვერაფერი მოიფიქრე. დავიბენი და მე რაც ყველა შეაცხდება ის თქვი. დედა გამაგიჟებს მე ეს კალი. რომ მოვიდნენ ეხლა და დამინახონ რას იფიქრებენ, კაცო. იფიქრებენ მოგატყუაო, ან ორთუში შოუფული და ჩამოვიდაო. პირველი ვერსია უფრო რეალურია. აუ ხაჭაპური არ არის? აღარ არის. აუ ძალიან ხამივით იქცევა ეს ბავშვი. რა იყო ვინც აგართმევდა? გადასვლილი? აი მე ეს ვისი საფლავი. პიტნა კერესელიძე 1972-1927. აქ თარიღები არეული? შეხედე. დაბადებამდე გადაწყვილი ეს კაცი. აუ პიტნა რომ ერქვას მეც ეგრე ვიქნებოდი. რამდენ თქვენით პიტნა? ინგა ნახე ციურის ოჯახი მოდის ემიგრაციაში როგორ იყარ ყველას. დაიმედდა. აი დავკნა ახლა წავიდე მითხარ. ქრისტიანს გამრავალს დაესწრით ჩემო კარგებო. ინგა შენ აქ ახარ გოგო. ვარ გოგო ორშაბათს აფლავზე არ გამოსულიყავი აბა. ხო, ჩამოვედი და ორდღეში მაგ ფრენა ისევ. გასაგებია, თბილისიდან მიფრინავ? არა, ქუთაისიდან. აუ რა ლიაკუთია რა ხდება? კიდე სტუმრები მოდიან? გოგო, ბებიაშენის დაბადების დღე და სტუმარი არ მოვა ამ ოჯახში? აი გუგული დეი დამოვიდა აგერ. ოი ქალი ძალიან მაგრამ მივაცება. ბავშვობაში მეგონა რომ ფრინვედი იყო ხოლმე გუგული. მე მივხვდი რომ ჩვენი მეზობელი იყო. აუ დაიცა მაგის ქმარს რა ქვია? ვინახიო თუ რაღაცა. ვარაზი ძია ოქრო არას ამბობ. შენი ძმა საწავიდა. ომარიკო. მამოჩივადე. აუ ძეღვინოს დავლეო მე სუფრაზე. რა ღვინოს დალეო ბიჭო გააფრინე შენ. ეს ამდენი კამპასწვენი ვისთვის ვიყიდე ვერ გავიგე ნიკორაში. ნატურალური წვენებია კაცო დადეკიდა დალიეკ. ეს რატო აწერი 2+1 მათემატიკის სავარჯიშოა? არა უბრალოდ საღდგომო აქცია 2+1. 2 საწყიდრობ და მესამე მოყვება უფასოდ. ანასტასია წამოდი ხა ეგ ნიგუჟანი ბატოჯანი გამატანინე სუფრაზე. ომარიკო ეგ ყველისტებშები წამოიღე შენ. შენ გაგივარჯოს მზეა კარგად უნდა იყო ჯამთელად უნდა იყო რომ აი ეგრე მაგრად ყავდი აგერე შენ შვილსა და შვილიშვილას აგელოზებივით არიან კაცო. გაიხარე ჩემო ვარაზე, გაიხარე. მე ესენი კარგად მეყოლადენ, მე კარგად ვიქნები მე ხო. მე დაიწყეთ ეს მიხარია. ჩემი დაბადების დღეს ამ აღთქმის კვირაში რა დაემთხვა. ასე მგონია წასած ცოტელი არ მეწარი. არა, თუ ეხლა მოკვდები, 64-ში მოხვდები, ბე. ინგა ბებო მისის მე ბირო შევიღები მე. რამდენი კამერით დამირეკა ხოლმე იმდენჯერ არ უპასუხე სპეციალურად. თუ არ გითქვამს რა ეწოდინება ახლა. ისე გემრიალა და იაფა თუ შოპინგი ორნაბიჯში. შეხედრა ინდრობიტი. ნახე. ამომალაგებინე მოდი ეგენი. ეგ მარგარინები შეაწყე ქვემოთ სულ დაბლა კარადაში. სოფელში მიდიხარ კიდე ზოგეს კვერცხი იყიდე. როდის მიდიარ ჩვენ სოფელში ხვალ? ხო, ხვალ. რა ვიცი ისეთი იაფი იყო რომ ხელს გამოვაყოლეო რო იტყვიან. მან პასკაც ვიყიდე და რომ მოვა ომარიკო გაუჭრი შეჭამს. ომარიკოს რატო მე გამიჭერი? როდის ეგ მოვა? კაი ახლა შენ კიდე რა იყო პატარა ბავშვი ხო არ ახარ ვერ გავიგე. ისე ჩაისკი მიაყოლებდა კაცი. გაჭერი ახლა თუ გინდა რა პრობლემაა? ინგა, სახში ხარ? გოგო მაღაზიაში ხარ ჩამოდიხარ შენ ზორნაბიჯში. თეთან ეტამ წოდნოდა გოგო ვერხლა ამოვედი მანდედან. ხო, რო ამოხვალ ამომიარე და პასკაზე დაკპატეჟე. ლია, აი ეს ზოგეს კვერცხზე არის აქცია და აწყდება ხალხი იცოდე. მოასწარი. უინგა ნახრენად გაიჭრე ეს პასკა, სუდანამ ციცდა. აბა რა იქნება გოგო, ხერხები დანიტროჭრე ვერ გავიგე, ნახე რა უკნია რა. ფაიმე მუსკატეს ყიდვა დამავიწყდა და დაურეკო ლიას. ლია, გოგო, გეხვაწები მუსკატეს ყიდვა დამავიწყდა ამომიყოლე რო ამოხვალ რა. მუსკატ. კაი. ჩაიც გაკეთდა. აუ მაგარუნავი პასკა. ინგა გამომხედე მოგიტანეს. არ ჩამიდი სხვა არაფერი იცოდე. ხო, გაიხარე ლია, გაიხარე შენ. შემომიარე მე რა იცოდე. ხო, კაი. შეხედე. მუსკატი დაბაბარი და ცუკატი ამომიყოლა.
ჩამეგზავნენიდი რა. 5 ლარი პამიდორი გოგო. თი რატო ყვირიც ეს ქალი? რა ვიცი რას გაიგებო მარიკო. ეს ღირს 5 ლარი? ნახო ერთი და გური პამიდორი. არა, კაპიკათა რო არგა. რა ვარგა 5 ლარი? გავიგერო 5 ლარი ღირს ქალბატონო, მაგრამ ეს პამიდორი ხორცისდანი თუ დაიჭრება მარტო, თორე ამას შოულებრივი ვერ მოედება. სიაში გიწერია ნიახური და კამა. ხო, ბრძანილები წამოდიგით ვიყიდოთ. გამარჯობა ჩემო კარგო, ნიახური მინდა და კამა ორ-ორი კონა იყოს. თქვენ ახალი კარტოფილი თუ გაქვთ? კი, აი, მანდალაგია ჩემო ძვირფასო წინ, 18 ლარი ღირს კილო. რამდენი? 18 ლარი. და კარგად მუშაობს კაცო ის ფასების შემსწავლელი კომისია. კაი, არ მინდა იყოს. კამაც აღარ ჩამიდო ახლა, რას მოვაყარო. ნიახური იყოს კი. აუ დემარწყვია იქით კონტეინერში და მიყიდე. ეგ არ ევარგებაო, მარიკო შემოტანილია. მარწყვი არის კარგი მაისში. აუ მე ზუსტად მახსოვს რომ შაშან ამბობდი, მარწყვი აგვისტოშია, კაიო და ისე გავიდე ყველაფერი რომ არ მიჭამია. ნუ წუწუნებ ახლა შენი ჭირი მე რა. იმპორტულ მარცვლს არ შეგაჭმევ, მარიკო გამორიცხე. წამოდი ახლა იქით ყველი ვიყიდოთ. აუ მაშინ რბილი ყველი ვიყიდოთ რა, ის ხმელი არ იყიდო. მარილიანია და ბევრ წყალს მასმევს ხოლმე. გამარჯობა ჩემო კარგო, ყველს რა ფასი აქვს? რო გავსინჯო ხო შეიძლება? ხო, მადლობა. ეს არის ფხნილის ყველი. მომაჭერი თავი თუ გინდა. აუ ვიყიდოთ რა რამე 40 წუთია დავდივარ და მარტო ეს ნახური გვაქვს ნაყიდი. თუ ნიახური. და რა ამბავი ამ ავტობუსში. ამოდიო მარიკო. და რა მძიმე სუნი დგას. მე მგონი გაკუებული აქვს ვიღაცას. და რა სივიწროვეა და უჰაერობა. Панჯარა გადმოაღეთ რა. У моего ребёнка гаймарит, не открывайте окно. Не открывайте კი არა, открывайте. გამოაღეთ კაცო, ვინ არიან ესეთი? Აი ეს ბარათი რო დამიფიქსიროთ თუ შეიძლება რა. ქალბატონო, თქვენ თმებში ჩამივარდა ბარათი. რანაირად ჩაგივარდათ კაცო. ხო, აი ვიპოვე. დავაფიქსირო ბარე. ტაშში ჩააწყე ფეხები. სოდა ჩაყარე წყალში დაგილბობს კარგად. დაგილბობს. ლელა მოვდივართ ჩვენ. გოგო, მოვიდნენ სტუმრები? დასხდნენ? და ძალიან დამაგვიანებს მე ეს ავტობუსი რა. ხوار ჩამოვსულიყავი და ტაქსით გამოვიდოდი რო რამე. მაგრამ იმდენი ხალხი ამოსული, უკან დასახები გზაც აღარა მაქვს. ბაჩო თუ ვერ მოვედი მე დღეს, დაწექი უჩემოთ იცოდე. ტაბანოში შუქი არ დაგრჩეს. კაი. ვაიმე? ბავშვი დავკარგე. დასო. ვაიმე რა ხდება კაცო? ქალბატონო ბავშვი რა დაკარგეთ აქ, ვერ გავიგებ. მოძებნეთ მან კაცო, მან იქნება ჩაჭყლეტილი სადმე. აღარ ჩაიცვა იქ ფეხსაცმელები. გიყროლებს კაცო ფეხს ხო ხედავ. დერით ვერ მოვედით, და რეკი აბალერა დეიდასთან გაიგერა ხდება. ვრეკავ ხო. ლელა რაშვებით, აი მოვედით მე მგონი ჩვენც ახლა. რა? წავიდნენ უკვე სტუმრები? დამთავრებულა დაბადების დღე მარიკო. დასო. დედა, კიდე ვერ იპოვეთ ქალბატონო ეგ ბავშვი? ვერა, არ არის დასო. მყავს მე დასო. ლია შეხედე ვინ შემობრძანდა მაღაზიაში. ციცი. როგორც ცივილკივილი გამოდიოდა გუშინმაგის სახლიდან, ბავშვზე ჩხუბებოდა. ხო, გადავირი ეკაცო მარიკოს ვამეძადინებდი მაგ დროს. ეგ ყვირილი რო გავიგე, თავიდან ვიფიქრე მე ვარ თქო. ისე მშვიდობა მარიკო ნერვებს და რო გავჩუმდი მე, მივხვდი რომ ციცი იყო. კლუბის წევრობის აქცია. გამარჯობა. გაყინულ ქათამს ვარჩევდი და აი 2 ქათამიც. გოგო, მე გაყინული რა თქინდა ნედლი იყიდე. იოგებისთვის ყოფილა თურმე მისწრება, ხო, ისე ყვიროდი გუშინ. ყვიროდი. უპასუხეს გოგო თავჯდომარე რომ არ ყავდეს კორპუსს და ლიფტი მუშაობდეს, აღარ ვიყვირებდი. მე უნდა აგიღო ბინა პირველ სართულზე ჩემო ძვირფასო. ფული არ დაგიზოგავს და მე 16-ზე აიღე ხედის გამო. ან რა ხედია კიდე კორპუსები ჩანს მარტო კარგი ერთი რა. კარგად ზოგავს ფულს ორი ნაბიჯის კლუბის აქციებზე. სხვის ჯიბეში ყურებას საკუთარს უყურეთ ჯობია რა. ინგა თქვენთან თონეში პური გააფუჭეთ ხო? იმიტომ რომ გუშინ იყიდა 3 ცალი ჩემო მეუღლემ და სულ ცომი გამოდგა მთლიანად.
ხო, აი შე რო ფული გადაიხადე ჩემთან თონეში. იმ ფულით ვყიდულობ ეხლა მე აგერ ზეთის ხილს. უი და კაი ფასად ხარ. აღარ მცალია ამდენი საუბრისთვის, უნდა გავატარო პროდუქტი. კლუბის წევრი ხდები დღეს. მიდი, ხო, ცირკის კლუბს კი ჯობია.